მენტალური ჯანმრთელობა არის იგივე ფსიქიკური ჯანმრთელობა, კარგად მახსოვს, გადაცემაში მქონია ეს თემა, რომ ყოველი მეოთხე თუ მეხუთე ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება ამ პრობლემის წინაშე. პირადად მე ასე მწვავედ არასდროს არ მქონია ცხოვრებაში, თუმცა რაღაცა პატარა შფოთები, თითქოს დეპრესიასთან მიახლოვებული რაღაც მდგომარეობა, ასეთები გამივლია და ზუსტად ვიცი რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ დროს სპეციალისტის დახმარებას და სპეციალისტთან მისვლას. და მე ვთვლი, რომ მთავარი ამ ბრძოლაში მთავარი გამარჯვება არის პრობლემის აღიარება და სტიგმებისგან გათავისუფლება. იმის მიზეზი, რომ ადამიანები ვერ აღიარებენ საკუთარ თავში ამ პრობლემას, არის ისიც, რომ ამ სტიგმების შიში. იმიტომ რომ თუ შენ ხმამაღლა იტყვი, რომ გჭირდება ფსიქიატრი და რაღაც გარკვეული ადამიანების ჯგუფი ფიქრობს, რომ შენ ხარ ცოდო, შენ რაღაცა გამოვალ მდგომარეობაში ხარ, ნამდვილად ფსიქიატრი გჭირდება, ფსიქოლოგი ხომ არას, თითქოს რაღაცნაირად მაინც საშიში არის ეს ვიღაცეებისთვის. ფსიქიატრი თითქოს უფრო მძიმე არის. არა და არსებობს პრობლემები, რომელსაც ფსიქოლოგი მოგიყვარებს და ზუსტად ანალოგიურად არსებობს პრობლემები, რომელსაც ფსიქიატრი მოგიყვარებს და თანაბრად არ ტეხავს მათთან მისვლა, იმიტომ რომ ის არის ამ საქმის სპეციალისტი და ის მარტივად დაგეხმარება, რომ გადაჭრა შენი უდიდესი პრობლემა, რომელიც შენთვის უდიდესია იმ მომენტში, იმიტომ რომ არ იცი გადაჭრის გზები, არ იცნობ ამ პრობლემას. ფსიქიატრი არის ადამიანი, რომელიც სწორად გაგიკაფავს გზას, ასე ვთქვათ, ბოლომდე გამოჯამთელებისკენ და მე მაქვს ასეთი მაგალითი, ჩემი მეგობარი ზუსტად დღეს დამირეკა, დამთხევა არის ნამდვილად, ზუსტად დღეს დამირეკა, მითხრა რომ მოვრჩიო მედიკამენტებს, დღეს ბოლო დღე მაქვს და ჩემმა ფსიქიატრმა მითხრა რომ ყველაფერი კარგად არის და სხვადასხვა ძალიან მოკნევადაში ძალიან სერიოზული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დაამარცხა და ნამდვილად მისი მაგალითით მინდა რომ ყველას უთხრა რომ დასამალი არაფერია, შეგიძლიათ მოუყვეთ თქვენი პრობლემების განცდების შესახებ ფსიქიატრს და ის აუცილებლად დაგეხმარებათ და სწორ გზაზე დაგაყენებთ.